ლუის ენრიკემ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი გააკრიტიკა, რა პრობლემა შეამჩნია პესერს მწვრთნელმა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მესამე ტურში პარი სენ-ჟერმენმა ამერიკული სიეტლი დაამარცხა და მერვედ ფინალში კვალიფიცირდა. მატჩის დასრულების შემდეგ ფრანგული გუნდის თავკაცმა ლუის ენრიკემ ამერიკაში არსებული მოედნების საფარზე ისაუბრა, მინდა მოედნის მდგომარეობაზე ვისაუბრო და ამას ახლა იმიტომ ვაკეთებ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. აქაური მოედნები ძალიან განსხვავდება ევროპის მოედნებისგან. ბურთი არაპროგნოზირებადად ხდება. მოედანი ადრე ხელოვნური ბალახით იყო დაფარული, ახლა კი ბუნებრივი ბალახით, რომლის მორწყვაც ხელით უწევთ. ტაიმის შესვენების დროს ვწყავდნენ, მაგრამ 10 წუთში შრება. ეს ნამდვილად პრობლემებს უქმნის ჩვენთვის სასურველ სათამაშო სტილს. ეს არის ის, რაც FIFA-მ უნდა გაითვალისწინოს, არა მხოლოდ სათამაშო მოედნები, არამედ სავარჯიშო სტადიონებიც, თუ გვინდა რომ მსოფლიოში საუკეთესო შეჯიბრი იყოს. ვერ წარმომიდგენია NBA-ს პარკეტი ნახვრეტებით. ჩვენ ვთამაშობთ ისეთ მოედნებზე, სადაც ბურთი უფრო კურდღელს ემსგავსება ვიდრე ბურთს. ეს ჩვენზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა შეიძლება სხვებისთვის სასარგებლოც იყოს. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს, თქვა ენრიკემ.